მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში დღეს გვაქვს გადაცემა რუბრიკით რეალური ანალიზი და საზოგადოება. დღეს სტუმრად გვაქვს ეკონომიკის დარგში ექსპერტი ბატონი სოსო სიმონიშვილი, ბატონი სოსო გახლავს ჟურნალისტის, ეკონომისტის და ძირითადად თავის ჟურნალისტურ მოღვაწეობას ის კლიანტებს უწევდა ხოლმე ეკონომიკურ საკითხებზე, რომლის სპეციალისტების გაუმჯობესებას თასში. ბატონი სოსოს ჩვენ მაყურებელი იცნობს უკვე წინა გადაცემებიდან და ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ ძირითადად ჩვენი გადაცემები უფრო კრიტიკული მიმართულების იყო და მაყურებლების გამოხმაურებებიდან გამომდინარე და ალბათ ეს სწორი შენიშვნაც არის, რომ ჩვენ მარტო კრიტიკით არ დავიყოთ შემოფარგლულები, რაღაც ახალიც უნდა უთხრათ საზოგადოებას და გამოსავლის მეთოდებზეც უნდა ვისაუბროთ, მით უმეტეს, როდესაც სტუმრად გვყავს ჩვენ ეკონომიკის დარგში ექსპერტის რანგში აყვანილი ეკონომისტი. ბატონო სოსო, დავიწყოთ ჩვენი საუბარი იქიდან ესეთი კითხვით. დაუშვათ ხვალე მოვიდა მთავრობაში ეროვნული ხელისუფლება. დაუშვათ ამ 35 წლიან დასავლეთის თუ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ დაპყრობილ საქართველოს ერისა და ეროვნული მთავრობა მოვიდა და დაიწყეთ ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ სვლა. ეკონომიკის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არსებობს. განსაკუთრებით დამოუკიდებელი ეკონომიკის გარეშე. და ეკონომიკის დამოუკიდებლობა ცოტა ისე უცნაურად ჟღერს, მთლიან ეკონომიკურ სისტემაში თუ არ იქნა ეს მოქცეული და მის შემადგენელ ნაწილად თუ არ იქცა ჩვენი საქართველოს ეკონომიკა, გლობალური ეკონომიკის გათვალისწინებითაც უნდა ხდებოდეს ჩვენი ეკონომიკური მშენებლობა და წინსვლა. ძალიან რთული იქნება პირველ ეტაპზე ეროვნული ხელისუფლებისთვის, რომ ყველაფერი დაქცეულია 45 წლის მანძილზე, მოშლილია აბსოლუტურად ინდუსტრია, მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, მოშლილია სოფლის მეურნეობა, ფაქტიურად აღარ არსებობს და ასეთ პირობებში რა მექანიზმები შეიძლება ჩართოს ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა ხელისუფლებამ, რომ დაიწყოს ეკონომიკის ნგრევის შეჩერება, თუ არ კიდევ არ დასანგრევი. ნგრევის შეჩერება, რაღაცა დონით შენარჩუნება და შემდგომ უკვე ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც მართლა რეფორმა იქნება და არა ანტირეფორმა და ეკონომიკური რაღაცა წინსვლები დრო აღარ ითმეს, სწრაფად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, თუ გვინდა რომ ჩვენ როგორც ერი და როგორც სახელმწიფო გადავრჩეთ ამ დიდ მორევში. იძირება ჩვენი ქვეყანა, იძირება ქართული ყველაფერი და მიწას ფაქტიურად აღარ არის საქართველოში, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი მიწისა ჯერ ერთი ოკუპირებულია და პლუს ამას კიდევ უცნაური ესეთი მცოცავი ოკუპაცია, მშვიდობიანი ოკუპაცია მიმდინარეობს ამჟამად საქართველოში. ნებისმიერ ადამიანს, ოღონდ ქართველი არ იყოს, ყველას აქვს უფლება საქართველოში მიწის ყიდვის. ქართველსაც აქვს, მაგრამ ქართველს ფული არ აქვს, იმდენად წააქციეს ქართველი კაცი ფინანსურად მოსპეს,
რომ ქართველი ამას ვერ ყიდულობს და კანონში კი წერია რომ უცხოელზე ვიცი გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ მექანიზმებია ისეთ დატოვებული რომ ქართველ ადამიანები სხვისი ფულით სხვებისთვის ყიდულობენ უკვე მიწას და იკტოვებენ, ეს მექანიზმები გაშიფრულია უკვე და ფაქტიურად ეს 8000 წლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ესე რუდუნებით უცხებდებოდა ჩვენი წინაპრები, ეს გაცამტვერდა, განიავდა და მომავალ თაობას რას უტოვებთ? და საერთოდ მომავალ თაობა დაგვრჩება კი. აი ეს არის და კითხვა ესეთი. მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, თქვენ როგორ ხედავთ, როგორ უნდა იმოქმედოს ამ ეროვნულმა ხელისუფლებამ? როგორ უნდა იმოქმედოს და კარგად უნდა იმოქმედოს. მოკლედ და კონკრეტულად. ხოდა, ეხლა საქმე რა არის? ჩვენთან გავრცელებული არის, ანუ ნებისმიერს რომ მოусმინო, ხო? დაახლოებით ასე დავარეკობენ, რომ აი რომ მოვალთ ხელისუფლებაში, მე ნახავთ რა, რაც ხას ვიზავთ. ნუ ჩვენ არ მოვიყარავთ, არ ვიქურდებთ ის რაღაც აკეთიკი და უკეთესად წავიყვანთ საქმეს. ეს არის, როგორ ვითხრა, საკუთარი თავის მოტყუებაც და ხალხის მოტყუებაც. საქმე უკვე ისე ცუდად არის, რომ მე ხშირად ესე იგი, როცა თქვა პრესაში მუშაობდი და ხშირად წერდი, ან თქვა პირველ ახსნე მქონდა ხოლმე განაცემები, იქაც წერდი და ლაპარაკობდი, ხო? ასეთ რაღაცას ვამბობდი ხოლმე, რომ ხალხო, აი ამ ქმედებით, რასაც ახლა ჩვენ მთელი ქვეყანა, მთავრობა, ხალხი, ყველა ხო რაც ვაკეთებთ, ჩვენი ერი მიდის პლანეტიდან. ჩვენ მივდივართ, აი, ცაში მივფრინავთ. ჩვენ ამ პლანეტაზე აღარ დავჩებით, ასე თუ გავაგზავნეთ. მაგრამ მაშინ პლანეტაზე სამყაროში აღარ იქნება. ხო, ნუ ახლა პლანეტაზე თუ არ იქნება, სხვა პლანეტა არ ვიცით, სადაც შეიძლება რომ ვიყოთ, რეზერვი არ გვაქვს, ხო? გასვლით ამერიკისგან, ამერიკა ვიცის რომ მარსზე უნდა გადასახლოს. ხო, იმათ ყავთ ერთი რაკეტაც არ აქვს. ხო და ამიტომ საქმე რა არის, დრო არ არის. როცა ხელისუფლება რაღაცა პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოდის, მერე მას დრო არ აქვს რომ რაღაცები არ გვიოს, იმიტომ რომ მას მაშინ და თავზე აწვება ეს სოციალური საკითხები, ეს საზღვრის საკითხები, ეს რა ვიცი, უცხოელებთან ურთიერთობა, იმპორტი, ექსპორტი, 1000 რაღაცა და გაოგნებული არის. ესე იგი არიციან ხოლმე რას დაეტაკონ საერთოდ. თავს და ბოლოს ვეღარ ხო. ხო და მე ეძებენ სპეციალისტებს, ამათ გონიათ რომ ვიღაცებს ეძახიან სპეციალისტებს და გონიათ რომ იმათ არ იციან ეს. იმათაც არ იციან სინამდვილეში, იმიტომ რომ იმათ რომ ეს იცოდნენ, ვისაც ესენი სპეციალისტებს ეძახიან, მაშინ ქვეყანაში კარგად იქნებოდა საქმე. და რადგან საქმე ძალიან ცუდად არის, ამ ეგრეთ წოდებულმა სპეციალისტებმა სინამდვილეში არ იციან. ეხლა ეგეთი ის არის, ტრადიციაც არსებობს, რომ თქვათ აი აკადემიური წრეებიდან აიყვანენ ვიღაცას პროფესორს, ვიღაცას ხო? ხო, რაღაც აკადემიური ცოდნა აქვს, მაგრამ ის აკადემიური ცოდნა ის როცა ეს ადამიანი როცა მიდის ეკონომიკის სამინისტროში, ან ფინანსთა სამინისტროში, ის არის არაფერში არ არგია ის აკადემიური ცოდნა. მან თავიდან უნდა ისწავლოს და იქ უკვე ასებული თქვათ მისი კოლეგები იმას თავიდან ასწავლიან ამ სამინისტროში რა უნდა გააკეთოს. და ამ სამინისტროში უნდა გააკეთოს ის, რაც უკვე კეთდებოდა, აქამდეც დღესაც კეთდება, ქვეყანას უყავს. ანუ ესე იგი, აი ეს მემკვიდრეობითობა სინამდვილეში ქვეყანას უყავს. ხო და ეს რატო ხდება ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ მემკვიდრეობითობა არა, ეს არის უარყოფითი კურსის გაგრძელება მუდმივად. მემკვიდრეობა წყალებში თქვის, ხავდია კაცო, ხა თუ ვამბობთ რომ უყავს, ესე იგი მემკვიდრეობა იგულისხმება რომ წყალებშია. ხო და სინამდვილეში საქმე ის არის, რომ ის ცოდნა, რაც ცოდნითაც ისინი მიდიან ამ იმაში, რა ქვია, სამინისტროებში, ის ცოდნა არის ფრაგმენტული, პრაქტიკას არ ეკუთვნება და უფრო მეტად გეტყვი არის მცდარი. იმიტომ რომ ამათ ყველას მეტნაკლებად რაღაცა განათლება მიღებული აქვს დღეს, როცა უკვე ეს არის, რა ქვია, ეს დროა 2026 წელია, ხო?
მათ ეს ეგრეთ წოდებული დასავლური განათლება აქვს მიღებული და ეს დასავლური განათლება როგორია, იცით რომ იმ დასავლეთში ჩვენ ხალხს არ ასწავლიან სწორ ეკონომიკას. თვითონ თავის ხალხს ასწავლიან სხვა სახელმძღვანელოებით და ჩვენებს და ჩვენაირი ქვეყნის წარგზავნილებს ასწავლიან სხვა ეკონომიკას, რაც არის უტოპისტური. ასეთი ეკონომიკით ჩვენ ქვეყანას ვერ ააშენებ, რასაც ამათ ასწავლენ. იმიტომ რომ ერთმანეთს გამორიცხავს. ამიტომ ხდება ეს ამბავი. ამისათვის ესე იგი რომ ყველაფერი კარგად წავიდეს, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს და უნდა რომ მოვიდეს, ის უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული. მას უნდა ჰქონდეს განათლება, აი მის წევრებს, იმ გუნდს უნდა ჰქონდეს ესე იგი ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი კაბინეტი, ჩამოყალიბებული მინისტრ-ჩრდილოვანი კაბინეტი, ანუ ყველა თანამდებობაზე უკვე მოაზრებული კანდიდატი უნდა ყავდეს, რომელმაც თავის საქმე ძალიან ღრმად იცის. რომელსაც განათლება აქვს მიღებული არა იმ უტოპისტური ლიტერატურით, რასაც დასავლეთში ჩვენებს ასწავლიან, რითიც ასწავლიან. არამედ იმ ლიტერატურით აქვს მიღებული განათლება, რასაც ისინი თავისთვის იყენებენ. ეხლა რატო ხდება ისე, რომ თითქოს შეთქმულებას გავს, ხო, რატომ არ გასწავლიან შენ? თითოეულ იყენებენ იმ ლიტერატურას. რატო უნდა გასწავლო? ხო, რატო უნდა გასწავლო? ერთი საკითხია, ძალიან სწორი კითხვა, მაგრამ მეორე საკითხი ის არის, რომ ბიჭო, ამ სოფლიოში ყველა ქვეყანა ყველას კონკურენტია. შენ რატო უნდა გასწავლოს ხეზე ასვლა იმ სხვა სახელმწიფო, რომლის მიზანიც არის, რომ სოფლიოში სიკეთე რო იქნება, ის მაქსიმალურად თავისთვის წაიღოს. გამოდის, რომ შენ იმას უნდა წაართვა. ამ სოფლიოს ის სოფლიოს შექმნის სიკეთის ნაწილი, ანუ ეს იმ მაქსიმუმს კი არ წაიღებს, რაღაცა 2 თუ 3 თუ 5%-ით ნაკლებს წაიღებს. ანუ ის უნდა დაზარალდეს თუ ის სწორად გასწავლის, ხო? ამიტომ ჩვენთან ეს არ ესმით და ესე იგი ამ ბავშვებს ამ ცნარი მეცნიერებით ულაყებენ ტვინს, იქაც და აქაც და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ვიღებთ უმეცარ, რა ქვია, უმეცარ ეგრეთ წოდებულ სპეციალისტებს. ხო და თუ ესე იგი ხელისუფლებაში მოდის მომზადებული ძალა, მომზადებული გუნდით, ის ხელისუფლებაში მოსვლის დღეს, იმავე დღეს იწყებს რეფორმებს. და არ ვიცი სხვაგან ვინ როგორ ემზადება, მაგრამ ჩვენი გუნდი უკვე კაი ხანია ამისთვის არის მომზადებული. ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, ესე იგი რა ისი კეთება გამოიწვევს იმ სიკეთეს, რაც ჩვენ ხალხს სჭირდება აუცილებლად და სხვა გზა რო არ არსებობს. ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს პირველ რიგში თავისუფლებას. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს თელს ქვეყანაში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს მაქსიმალური საშუალება სრული თავისუფლება იმისათვის, რომ თავისი ნიჭი, უნარი, ცოდნა, კვალიფიკაცია, ყველაფერი მაქსიმალურად ჩადოს ამ ქვეყნისთვის სიკეთის შექმნაში, წარმოებაში. და თვითონ მან პირადად და მისმა ოჯახმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და მაქსიმალური სიკეთე აი ამ თავისი საქმიანობიდან. ის არ უნდა იყოს შეზღუდული. ყველაზე მთავარი რესურსი ქვეყნისა არის არა ნავთობი, არა ქვანახშირი, არა ფერადი ლითონები, არამედ ადამიანი. და ადამიანის ინტელექტი. ოღონდ არა ხელოვნური ინტელექტი, არამედ ბუნებრივი ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს შენი დამხმარე რაღაცა დიდი სიმდიდრე ინტელექტუალური სიმდიდრე. ინტელექტი, რა თქმა უნდა, ინტელექტუალური რესურსი არის ყველაზე დიდი სიკეთე. პირველი არის ესე იგი როგორც გითხარით თავისუფლება. მეორე არის საყოველთაობა. ყველაფერი რაც გაკეთდება და უნდა გაკეთდეს მხოლოდ ესე იგი ის რაც ქვეყნისთვის არის კარგი, მაგრამ ის უნდა იყოს ყველასთვის კარგი. არა გარკვეული ჯგუფებისთვის. არა გარკვეული ჯგუფებისთვის, არამედ რაღაცა ფენებისთვის, არა კონკრეტული თქვათ იმისთვის, აი მაგალითად ეხლა ჩვენთან იყო ხოლმე ინვესტორებისთვის რაღაცა ესე იგი ეს ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს კარგია ინვესტორებისათვის. და რატო ინვესტორებისათვის? ესე იგი თუ რატომ საქმე ისე, როცა შენ ვინმეს შეღავათს აძლევ, ესე იგი იმის გარდა ვისაც შენ შეღავათი მიეცი, დანარჩენს ყველას აკლდება. რაც იმას მიეცი, დანარჩენს აკლდება. მოაკლდა.
ინვესტორისაა ეს ქვეყანა. რატო ინვესტორი? არა, ხო ის ინვესტორი შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც იყოს, მაგრამ არ შეიძლება იმას მისცე განსაკუთრებული რაღაცა, ესე იგი, უპირატესობები, იმიტომ რომ შენ თავრობა შენ არაფერ არც ერთ ტომბარაში უპირატესობები არ გილაგია. რასაც ამას აძლევ, იმას ართმევ დანარჩენებს. ყოველთვის ეგრეა, სხვა გზა აქ უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ არ შეიძლება არავითარი ეგრეთ წოდებული შეღავათები, უპირატესობები რაღაცა. ეს იწვევს მონოპოლიზმს, ეს იწვევს ოლიგოპოლიებს და ეს ანადგურებს ქვეყნის მომავალს. აწმოსოს მომავალს. საწარმოო საშუალებების ერთხლად გადაცემა, სიმბოლურად თანხებად გადაცემა, ეს ადაუცესია. შეიძლება მაგის გაკეთება, თუ ეს მექანიზმი შენ გაქვს სწორად დალაგებული და იცი რომ ამისი შედეგი იქნება საყოველთაო სიკეთე, ყველასთვის სიკეთე. არა კონკრეტულად ინვესტორისთვის, ამ პეტრესთვის, ამ პავლესთვის, არამედ ყველასთვის. შეიძლება მოკლედ მონაწილეობის მიხედვით შეიძლება ყველასთვის თანაბარი არ იყოს. ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი შენობები რომ ერთლარად გადაეცა გარკვეულ ადამიანს, მთელი ქვეყნისთვის შედეგი მოიტანა. არავის არ უფიქრია მაგაზე და ყველასთვის მაგას ვიძახი ზუსტად რომ შეიძლება მეთქი ერთი ადამიანისთვის როა ბორჯომტყეყა პარკი გადაცემული და მთელი შეგვეთილები და ეს კი ბატონო მაგას გეუბნება თავარი ის კი არ არის რამდენ ლარად გადასცემ თავარი არის რა ახლა გეტყვი თავარი რა ასე იგი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ პრივატიზაციაზე ხო პრივატიზაციაზე რო ის იყო სახელმწიფოს საკუთრება გახდა კერპსები ამას პრივატიზაცია ეხლა პრივატიზაციის მიზანი რა არის თქვენ როგორ რომ ვინც პრივატიზაციაში იღებს მონაწილეობას და დაუშვათ ვიზეც ფორმდება ვინც პრივატიზაციით იღებს ამას ანუ ვინც ყიდულობს დაუშვათ ხო მაგრამ აქედან უნდა რაღაც აწარმოოს რაღაცა უნდა ქვეყანას მიცეს მიცას გაუკეთა პრივატიზაცია უნდა დათესოს მოიმკას გაყიდოს გადასახადი გადაიწყოს. ძირითადად გეთანხმებით, მაგრამ დავაზუსტებ უფრო ცოტა ეკონომიკურ ენაზე ვიტყვი, ოღონდ გასაგებია ძალიან. პრივატიზაციის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, რომ აი ეს რაღაცა, რასაც რისი განსაზოგადოებრივება, ანუ განკერძოება, უკერძოსთვის გადაცემა ხდება, ამან გაზარდოს აი ამ ქონების წარმატება. დღეს თუ რაღაცას აწარმოებდა 100 ერთეულს, ხვალ აწარმოებს 200 ერთეული, მერე 300 ერთეული და ეს არის ერთადერთი მიზანი. ჩვენთან პრივატიზაცია როგორ კეთდებოდა? ჩვენთან პრივატიზაციის მიზანი იყო ბიუჯეტში ფულის შეտანა. ეს იყო დაღუპვა ქვეყნის და ქეც დაღუპვა ამ სულელუნმა პრივატიზაციამ ქვეყანა. არავის არ აინტერესებდა ის როგორ იმუშავებდა კანონში იკუდებდნენ რომ რაღაცა რამდენი წლის განმავლობაში პროფილი არ უნდა შეცვლოს 3 წლის განმავლობაში 3 წლის ხო პროფილი არ უნდა შეეცვალა მაგრამ იმ 3 წელიწადს ის საერთოდ იმუშავებდა თუ არა იქ არ ეწერა ხო შეიძლება და ესე იყიდა პროფილიც არ შეუცვალა მაგრამ არც არაფერს არ აკეთებდა ხო საერთოდ მუშაობდა ხო და თავარი ისე არის რომ უნდა ის იმან უნდა იმუშაოს და მისი წარმატება უნდა გაიზარდოს ასე გაკეთდა გერმანიაში, აი სოციალისტური გერმანიისა და ფედერალური გერმანიის შეერთების შემდეგ ასეთნაირად გაკეთდა პრივატიზაცია და აი მაგალითად ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორც არის მაგალითად კარცეისი ოპტიკური საწარმო, გვიან მოხდა მისი პრივატიზაცია შედარებით გვიან, იმიტომ რომ ისედაც პრივატიზაციის გარეშე წყინვალედ მუშაობდა და რა საჭიროა პრივატიზაცია თუ ის კარგად მუშაობს. ანუ პრივატიზაცია უნდა გაკეთდეს არა ბიუჯეტში ფულის შესატანად, არამედ იმისათვის, რომ იმან მეტი ხალხი დაასაქმოს, მეტი პროდუქცია გამოუშვას, მეტი მოგება შექმნას და ეს მოგება განაწილდეს, რაც შეიძლება ფართოდ. ეს არის პრივატიზაციის მიზანი. სხვა შეიძლება არავითარი ბიუჯეტი, ეს არის სასაცილო კი არა, სატირალია, როგორც შეიძლება ბიუჯეტისა პრივატიზაციის მიზანი იყოს ბიუჯეტში ფულის მოხვედრა და შეტანა. ესე იგი, წამან ჩვენ თქვით, რომ ესე იგი, პრინციპები, მთავარი პრინციპები მისათვის, რომ
ეკონომიკური რეფორმები რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს, ეს არის ესე იგი თავისუფლება, საყოველთაობა და მესამე პრინციპი არის რაც შეიძლება ფართოდ გაშლა მიღებული მოგების, ანუ შედეგის გადანაწილება. ხო, გადანაწილება არა, ფართოდ გაშლა, განაწილება. გადანაწილება ნიშნავს ხელახლა განაწილებას და განაწილება არის პირველად. ხო და რატომ რაც შეიძლება ფართოდ? იმიტომ რომ ეკონომიკის უმთავრესი პრინციპი არის რომ ფული არსად არ უნდა დაგროვდეს უმოქმედოდ. თუ ფული სადმე უმოქმედოდ გროვდება, ეს არის როგორც ორგანიზმში ესე იგი რომ სიმსივნური უჯრედი წარმოიქმნება, ეს იმიტომ რომ იქ ის რაღაცა დაგროვდა და უმოძრაოდ არის. ხო, ფულიც არ შეიძლება სადღაცას დაგროვდეს, თუნდაც ეს ბიუჯეტი იყოს. თუნდაც ეს რომელიმე მსხვილი კომპანიის ჯიბე იყოს, ჯიბე წყალებში, ხო? არის შევდაბადებული, ხო? ეს გამოტიჩული ფულია. ხო და ამიტომ ყველა კაპიკი უნდა ბრუნავდეს და ფული რაც უფრო ფართოდ გაიშლება, ესე იგი აი ამ ფული არის სიკეთე, ხო? აი ეს სიკეთე რაც საზოგადოების ყველა წევრამდე მივა, ყველა ოჯახში უნდა მივიდეს. რატომ? იმიტომ რომ ეს მაშინვე წავა ეს ფული ბაზარზე რაღაცას იყიდის, განათლებას მოხმარდება, ჯანმრთელობის დაცვას მოხმარდება, სპორტს მოხმარდება. იტრიალებს და ესე იგი ერთვის მხრივ მოქცევს ეს უფრო სრულფასოვან ადამიანებს, ხო? ესე იგი ადამიანი უფრო განათლებული იქნება, უფრო ჯანმრთელი იქნება. სოციალურ მდგომარეობას გააჯანსაღებს. ხო, გააჯანსაღებს და თან ბაზარს უკეთებს სტიმულიზაციას. გადის ბაზარზე ეს ხალხი საჭმელს, ასმელს, ყიდულობს, ჯანმრთელობას, განათლებას, ფული ბრუნავს და ახალ მოგებას იძლევა. მაგრამ როცა ეს მიდის რაღაცა 1 თუ 2 თუ 100 თუ 200 თუ გინდა, ესე იგი ოჯახში, არა, იქ ეს ფული დიდი ნაწილი უკმათ დევს და ეს იწვევს ერის და ქვეყნის ჯანსაღის სხეულში კიბოს იწვევს. კი ბატონო, ოჯახში მაინც იდოს, ოჯახში არ დევს, ოფშორებში იდოს. რაღაცას, ხო. ოფშორებში ესე იგი საყოველთაობა და რაც შეიძლება ფართოდ განაწილება. ნახეთ, აი პროგრამა არის ეს. თავისუფლება შეუზღუდავი, სიკეთის კეთების თავისუფლება უნდა იყოს სრულად შეუზღუდავი. ესე იგი თანაბად ყველამ თანაბარი კი არ უნდა მიიღოს, ამას კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ სიკეთე უნდა წარმოება ყველასთვის უნდა იყოს და მიღებული მოგება ფულის სახით, ხო, უნდა ნაწილდებოდეს რაც შეიძლება ფართოდ, ასად არ უნდა გროვდებოდეს. მათ შორის არც ბიუჯეტში, არც ეროვნულ ბანკში. ანუ ხალხმა მაქსიმალურად უნდა მიიღოს ფული. ეს თუ ასე იქნება. მოყვება ერთი კითხვა. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ? დღეს დავუშვათ მინისტრის ხელფასი რო არის 12-13 ლარი. დიახ. და მინისტრებს საშუალება ეძლევათ, რომ ამ თავის ყოველდღიური ხელფასიდან სიტყვაზე აღდგენ და გააჩერონ, გადაიტანონ 5000 დაუშვათ და ამოიღონ ხმარებიდან. ფაქტობრივად ხმარებიდან ამოღება დაგროვებას და ამას აქვს საშუალება ამისი და იქვე იგივე სამინისტროში, მე საჯარო საქმეებზე მაქვს ლაპარაკი. იგივე სამინისტროში დაუშვათ სპეციალისტი მუშაობს, ის მუშაობს და აქვს 1000 ლარი ხელფასი. ეს სადავო წესია ხო? აი, სადავო წესია, ესე იგი ის 1000 ლარი რო აქვს და ზოგს 1000-იც არა, ზოგს 500 აქვს, ზოგს 700 აქვს და რაღაცა, ხო? ეს ფული მთლიანად მიდის ბაზარზე, იმიტომ რომ იმან უნდა, ასე იგი, ელექტროენერგია იყიდოს, გაზი იყიდოს, ასე შემდეგ და ესე იგი საჭმელი, სასმელი და ეგენ კაპიკი არ რჩება. ის მთლიანად ეკონომიკაში და ბრუნვაში უშვებს. იმიტომ რომ იმითი არსებობს. ეს დიდი განსხვავება როა. ეხლა ვისაც ესე იგი 15000 აქვს თუ 20000 აქვს ხელფასი, ხო? სიტყვაზე ის ახლა ეს ადამიანი პირველი თუ 1000 ლარს წერად ხარჯავს, ეხლა ცხადია რომ ის 20000 ხელფასი არის ის ამ მუდმივი ხარჯები დავარქვათ, ხო? მუდმივი ხარჯებია ეს საჭმელი, სასმელი რაღაცები, ხო? ნუ შეიძლება ის ახლა 1000-ის ნაცვლად 2000, 3000, 5000 ხარჯავს. მაგრამ დანარჩენი არის კებკა და წავიდა სადღაც და ტურისტად იქ დახარჯა ფული. კი ბატონო, ხო, დანარჩენი, ესე იგი ეს ადგილობრივ ბაზარზე აღარ ბრუნავს
ხო და ან გროვდება, ან ბანკშია, ან საზღვარგარეთ, ან ყიდულობს მაგალითად იმ ხანძლივ მოქმედების ხანძლივ ვადიან საქონლებს, ტელევიზორია, მანქანა, ის არის, რომ ჩვენთან არის წარმოება. ანუ ჯამში გამოდის, რომ ეს მაღალ შემოსავლიანი ადამიანების შემოსავლები ბევრად უფრო ნაკლებად უწევენ სტიმულაციას ჩვენს ეკონომიკას, ვიდრე დაბალ შემოსავლიანებს. ამიტომ ესე იგი ჩვენ პროგრამაზე როცა ვლაპარაკობ და როგორ შეიძლება სწრაფად ეს ეშველოს, საქმე ის არის, რომ მაღალ შემოსავლიანებს ხელფასი არ უნდა გაეზარდოთ და დაბალ შემოსავლიანებს უნდა სწრაფად გაეზარდოთ და კარგად გაეზარდოთ. მინიმუმ უნდა გაუორმაგდეთ, მინიმუმ. ხო და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს პენსიების სწრაფად გაზრდას და ყველაზე დაბალ შემოსავლიანებს თანამშრომლობას. არ არის ეს აბსოლუტურად რთული არ არის, იმიტომ რომ რო ვთქვათ, რომ რესურსი ამისისა და რესურსი როგორ არ არის, უამრავი ფული იხარჯება აბსოლუტურად ტყუილად. აი არაფრის მაქნისი რო არ არის, საერთოდ არაფრის მაქნისი მთელი ორგანიზაციებია, რომლებიც არაფერს ქვეყანაზე არ აკეთებენ, აბსოლუტურად არ აკეთებენ. მაგალითად, თუნდაც არის სიხშირეების ის კომისია, რომელიც მარეგულირებელი კომისია, კოლოსალური შემოსავლებია, ხოლო რას აკეთებს? არაფერს არ აკეთებს. საერთოდ არ აკეთებს. ვთქვათ, მინისტრიაში, ეკონომიკის სამინისტროში ერთი კაცი რო იყოს, რომელსაც რაღაცა ის რაც აუცილებელი ის დაევალება, ის ერთი კაცი გააკეთებს, გააკეთოს სამუშაოს და დანარჩენი სულია ზედმეტი მაშინ ტალახში გადაყრილი ფული. ასეთი სააგენტოები არის უამრავი. მეორე საკითხი არის, რომ დღეს ახლა საქმე ის არის, რომ აი ამ ფულს, რასაც ახლა ჩვენ ვეძახით ეკონომიკის ენაზე, ქვია fiat ფული ქვია რა, fiat ფული. ეს ხო და ფულის პრობლემა ზოგადად არ არსებობს. რატო არ არსებობს? იმიტომ რომ მაგალითად ახლა დღეს ჩვენი სახელმწიფო რო ვთქვათ, ყოველთვიურად ჩვენი სახელმწიფო ენ რაოდენობით აი ამ fiat ფულს არაფრიდან ციდან ხარიდან ვეჭდავს. და ეს ფული გაჩნდავს წყალებში ალბათ ხა ციფრულად იქნება, კომპიუტერში იქნება, ახლა კი არის ვეჭდება. ხო და აი ამ ფულს მე ინაწილებდა პირველ რიგში ბანკები, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, და სხვადასხვა ის სააგენტოები, არ ვახსენებ, ხო და ელემენტარულად ეს რო გადაკეტო, ან იგივე გააგრძელო, ოღონდ ამას მისცეს სწორი მიმართულება, ეს შეუშვი იმაში, ეს ფული შეუშვი ეკონომიკაში, რეალურ სექტორში. რაღაცა გამოგონილ სისულელეებზე კი არა, ესე იგი, ეს რა ქვია, იმ დარგების დაფინანსებაზე და დაკრედიტებაზე მიუშვი, რომლებიც აკეთებენ საჭმელს, სასმელს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, რომლებიც ასაქმებენ მაქსიმალური რაოდენობის ხალხს, ხო და უცბად ესე იგი შეიქმნება ამ ქვეყანაში ენ რაოდენობით ახალი საწარმო, რომელიც 1000-ობით და 10000-ობით ხალხს 100,000-ობით ხალხს დაასაქმებს, ხელფასი ექნება, ეს საქონელი გამოვა ჩვენს ბაზარზე, ჩვენი ხალხი იყიდის და ჩვენი ხალხის საწარმოებში შებრუნდება და ისევ და ხო ეხლა აქ ისმის კითხვა, რომ როგორ უნდა აჯობო ეხლა შენ ჩინეთს, ის ხო ძალიან იაფად აწარმოებს, ჯერ ესეთი ჩინეთი უკვე აღარ აწარმოებს ისე იაფად, როგორც თავის დროზე, იმიტომ რომ იქ ხელფასები სერიოზულად გაიზარდა. მაგრამ კაცო, აი თემი ქვეყნებში მას იგი თავის დროზე მე ყოველთვის მოყავს ხოლმე გერმანიის ომის შემდგომი გერმანიის სასწაულებრივი ესე იგი რეფორმები, მე ესე იგი 4 აზიური ქვეყნის ეკონომიკური სასწაული, რომლებმაც იგივე გზა გაიარეს, რაც ომის შემდგომმა გერმანია. ეს ყველაფერი შესანიშნავად არის, მეცნიერულად არის დარაგებული. იმ ეკონომიკურ სკოლას აქვს ეს ყველაფერი კარგად დარაგებული, რასაც ქვია გერმანული ორდოლიბერალიზმი და რომელსაც კაცი ყურადღებას არ აქცევს. ყველას გონია, რომ ამერიკული წიგნებში არის სიბრძნე. არ არის ეგრე. ამერიკული მოდელი, ესე იგი, აბსოლუტურად შეუთავსებელია ისეთი მცირე ქვეყნის ეკონომიკასთან, როგორც ჩვენა ვართ, ის არის მორგებული ზე მასშტაბურ ეკონომიკაზე და იმისთვის ეს მუშაობს ჯერ ერთი. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ჩვენთან პატარა ქვეყნისთვის არის. ჩვენთვის კარგი იყო ის, როცა მეორე საკითხი ის არის, რომ ჯერ ერთი ეს შეუთავსებელია, იმიტომ რომ მასშტაბის ეფექტი ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე სინამდვილეში როგორ მუშაობს ამერიკის ეკონომიკა, ჩვენ მაინც არ გვაძლევენ ამისი შესაბამის ანალიზის საშუალება. ხო, არა, შესაბამის სახელმძღვანელო
სამეცნიერო ნაშრომებთან ჩვენ მაინც არ გვაქვს ის წრომა, რაც აუცილებელია, მაგრამ არა გვაქვს ფართოდ, თორე ახლა ვისაც ძალიან აინტერესებს თქვა მათ შორის მე კი ყველაფერი ვიცი და კიდევ ბევრი ვართ ესეთები, ვინც ეგ ვიცით, მაგრამ ზოგადად ჩვენ ხალხს ამას არ ასწავლით. არც დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ვიცით ისიც, რომ ის არ არის თავსებადი ჩვენს ეკონომიკასთან. მასშტაბის გამო არ არის. თორე პრინციპები უამრავ რა არის, 95% თავსებადია, მაგრამ ის 4-5% რაც თავსებადი არ არის, ის წვეთს, რომ ჩვენთვის იმის გამოყენება სასარგებლო არ არის. მაგრამ ისეთი ქვეყნები არის ეს გერმანული ორდოლიბერალიზმი, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა გერმანიამ, დანიამ, კარგად გამოიყენა ესე სკანდინავიის ქვეყნებმა, ნახეთ ესე იგი რა კარგად იმუშავეს და აყვავებული ეკონომიკა ჩრდილო ევროპის ქვეყნებმა, ასევე ესე იგი ამ ოთხეულმა აზიის ოთხეულმა როგორ გამოიყენა, ხო ნახე რა კარგი შედეგები აქვს, ხო და ეს არის თეორიულად აბსოლუტურად კარგად გამართული იმ პრინციპებზე, წერარო პრინციპები თავისუფლების, საყოველთაობის და ესე იგი ფართოდ გაშლის, ხო და ესე იგი თეორია თუ წყობრია, შემოწმებულია, ბევრი ქვეყნის მაგალითია შემოწმებული და რატო არ გამოიყენო? იმიტომ რომ ესე იგი ვიღაცა გეუბნება რომ არა, იცი, აი სხვა მოდელია ის ახლა ამერიკა ხო, ამერიკა ძალიან კარგია, შესანიშნავია, მაგრამ ნორვეგია არანაკლებ ხო, არა, უფრო კარგია. უფრო კარგი. ხო და დანიაც შვედეთი და მაგალითად შვეიცარია, ძალიან საინტერესოა შვეიცარია, ხო? ხო და მაგრამ ნახეთ ესე იგი ყველაფერი უნდა გამოიყენო, ყველაფერს მნიშვნელობა, ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიო. მაგალითად აი ახლა ნებისმიერი გინდა სხვა ეკონომისტისათვის რო გეკითხა რომ როგორ შეიძლება რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნოს ინდუსტრია, რაც წინა ხელისუფლებებმა ესე გააცამტვერეს ამერიკაში და ესე იგი სწორედ ამერიკის ფულით და ამერიკელი ვაი პოლიტიკოსების საშუალებით ჩინეთი გახდა სუპერსახელმწიფო და სუპერმწარმოებელი და მსოფლიო ფაბრიკა, ხო? იქ ახლა მე დიდხანს ვეძებდი, რომ რა სასწაულია კაცო ამ ჩინეთს როგორ მიაღწია. არაფერს სასწაული არ აქვს. ტრილიონები გადაუშვეს ამერიკიდან ჩინეთში. მისცეს თავის ტექნოლოგიები, თავის დანადგარები, ყველაფერი თავისი და ამან ზამზადებლად ყველაფერი გამოიყენა, რაც არ მისცეს ის მოიპარა. სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიც იყო, იგივე ევროპის ქვეყნებმა, ხო. სულ ვეძებდი, რომ სადარი ადიდასის წარმოებას გადაიტან მთლიანად. ხო, რა თქმა უნდა. ხო და მაგრამ ნახეთ ახლა როგორ გინდა ეს უკუმა შეატრიალო ეს პროცესი, ხო? როგორ გინდა ესე იგი ეს ტოტალიტარული სახელმწიფო, ეს კომუნისტური სახელმწიფო არ დაუწოდეს და ტოტალიტარული და კომუნისტური სახელმწიფო შეუძლია რომ მთელი რესურსების კონსოლიდაცია გააკეთოს და რაც უნდა იქით მიმართოს ყველაფერი. ამას ახლა დემოკრატიული სახელმწიფო რესურსს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს ფული თავის კი არ არის, კაცო, ეს ყველასია, ხალხის არის, ბიზნესმენების არის, ეს არის და შენ ამის კონსოლიდაციას ვერ გააკეთებ. მაგრამ როგორ ახლა ტრამპი ემზადებოდა ამისათვის და მისი გუნდი, უწყინვალესი გუნდი ყავს და ეს ტრამპი არის ცოტა ხუმარა, ცოტა შაყირობს, ცოტა ცეკვავს, ის არის ესე და ზოგს გონია, რომ ტრამპი არის მასხარა და გაუნათლებელი. ამ დროს არის სასწაული არაჩვეულებრივად ზღაპრულად განათლებული ადამიანია და უჩვენესი ადამიანია. ხო და ამან აჩვენა მთელ მსოფლიოს რომ ყველას რომ ეგონა რომ ვერასოდეს ვერ შეძლებს ამერიკა ინდუსტრია დაიბრუნოს, ამან აჩვენა ეს როგორ კეთდება. არც ესე რთული ყოფილა. და ესე იგი შეიძლება ეკონომიკური ხერხებით ამერიკას, ჩინეთს აჯობო წარმოებაში, როგორ ჯერ ესეთი ტარიფების საშუალებით, იმიტომ რომ ამერიკა არის ყველაზე დიდი მყიდველი სახელმწიფო და ჩინეთს შანსი არ აქვს. ამერიკის ბაზრის გარეშე ჩინეთის არსებობა შეუძლებელია. ამიტომ ტრამპს და ამერიკას შეუძლია რომ როგორც ჩინეთს ისე ნებისმიერ სხვა წარმოებულ ქვეყანას წარმოებს ჩვენ ვერ ვერ დაგაკროთ ჩარფის საბაცალო. ჩვენ ჩინეთზე მაგრებია და ეგეთი პლუსი მაგონია. ხო და
ამიტომ მას შეუძლია რომ ის ესე იგი იძულებული გახდეს რომ ამერიკის ეკონომიკის სასარგებლოდ ბაზარზე დაშვების სასარგებლოდ უზარმაზარი თანხები იხადოს აი ეს ტარიფები ერთი მეორე რა გააკეთა ამერიკამ გააკეთა ის რომ გააიაფა ენერგეტიკა დღეს ამერიკისათვის ამერიკელი მწარმოებლებისათვის ენერგეტიკა არის ბევრად უფრო იაფი ვიდრე ჩინელი მწარმოებლებისათვის ეს რომ მიიღო უზარმაზარი ბონუსი ესე იგი გამოდის რომ მე თუ ეკონომიკისა რა ქვია ენერგია ძალიან იაფი მაქვს მე თუ გადასახადებს შემიმცირებენ მაშინ მე უკვე შევძლებ ჩინელს ვაჯობო წარმოებაში და ბაზარი ყველა დიდი ბაზარი თუ დაცული იქნება ბაზარი ხო დიდი ბაზარი შენ ჯობია უგარო ამერიკაში ვაწარმოო ხო აი ეს არის ხო და ამას წინა გადაცემაში ახლა მაპატიეთ ჩაუხტო ეს მომენტი წინა გადაცემაში თვითონ ბატონმა სოსომ თქვა ერთ ძალიან საინტერესო მომენტი რომელიც ძალიან საინტერესო მომენტი ვენა მე თვითონ რომ როგორ შევქმნათ წარმოებები აი წარმოება როგორ უნდა შეიქმნას ხო არაფერს არ ვაწარმოებთ დღეს ფაქტია ხახნები არ მშევს არა გვაქვს თუ რაღაც არის და რაღაცა მრეწველობის რაღაცები არის ეს ჩანასახშივია მაგრამ ეს უშუალოდ არ ვაწარმოებთ დღეს მანქანებს არც მანქანის მარაგი ნაწილებს არც მანქანის მარაგი ნაწილებს აი ამ წარმოებას თუ ვინმე გახსნისო თავობა მის საერთოდ გადასახადებიდან უნდა გაანთავისუფლოს და როგორ 20-30 ხო 20-30 როგორ რანაირად ხალხი ისმის კითხვა ბიუჯეტში რა შევიდეს მაინც ყველაფერი არ შედის ბიუჯეტში თუ არ არის ეს ქარხანა გაიხსნას ამოქმედდეს გაძლიერდეს ხალხი დაასახა გაამდიდროს ხალხს ფული მისცეს და ის ხალხი რომელიც ხელფასს აიღებს და საშემოსავლოს გადაიხდის ის ბიუჯეტში არ შევა რა საინტერესო მიდგომა ამიტომ ისეთ წარმოებები თუ გაიხსნება რომელიც არ აგვაქვს დღეს საქართველოში და რომელიც დეფიციტურია ქართველებისთვის ესეთ წარმოებები თუ განთავისუფლდება გადასახადებს ის მოგცემს ეკონომიკურ ზრდას ძალიან ფანტასტიკურ ეკონომიკურ ზრდას მოგცემს და ის შეძლებს უკვე რომ ჩინეთზე უფრო იაფად აწარმოოს და ის გახდეს საქართველოს გახდეს სამრეწველო წარმოების პროდუქციის ექსპორტიორი. მოგების გადასახადიო, დაღავადებითი ღირებულების გადასახადიო, იმის გადასახადიო, ამის გადასახადიო, იმის გადასახადიო და რანაირად უნდა გახსნას ქართველმა კაცმა საქართველოში. და ეს ყველა ამ ყველაფერს თუ მოუხსნი. რა თქმა უნდა შექმნის კონკურენტუნარიან პროდუქციას შექმნის, მას ფასის ლავირების საშუალებაც ექნება. რა თქმა უნდა. ხო და აი ასე შეუძლია. ხო ამის გარდა კაცო ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია როგორც ტრამვა გააკეთა, ხო ენერგია გაუიაფა. შენ თუ გადასახადებს შეუმცირებ მაქსიმალურად ან გაათავისუფლებ ენერგია თუ იაფად მისცემ, ისე კი არა რომ დღეს მაგალითად ელექტროენერგია იქნება თუ გაზი იქნება, წარმოებას ახდევინებენ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე სხვანაირად ჩემს. ყველაზე მეტ წარმოებას ახდევინებენ. ბიჭო, მტერი ხარ ამ ქვეყნის, წარმოებას რატომ იჩაგრავ კაცო? ეს წარმოებებმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა, იმან უნდა დაასაქმოს ხალხი, იმის ხარჯზე უნდა გამრავლდეს ჩვენი ოჯახები და ჩვენი შვილები და განათლება იქიდან უნდა იყოს, ჯანდაცვა იქიდან, რატომ იჩაგრავ ამ წარმოებას კაცო? ეს არის მეცველი ძროხა. მევახშეობა სახელმწიფოს არ აშენებს. ხო. ხო და აი ნახეთ, სუპერმარკეტი სახელმწიფოს ვერ აგიშენებთ. რა თქმა უნდა. ზოგს გონია რომ ახლა უმრავლესობა არ იცის რა მნიშვნელობა აქვს ისიც ხო ბიზნესია. აი მაღაზია, სუპერმარკეტი, რომელიც ძირითადად იმპორტული საქონლით ვაჭრობს, ხო? ბიჭო, ის ახალ ღირებულებას ქმნის იმ ქვეყანაში, წარმოების ქვეყანაში. ესე იგი, ის ახალი ღირებულება, რასაც ესე იგი სუპერმარკეტები და ესენი ქმნიან ვაჭრობა, რასაც ქმნის, ხო, აქ იმპორტით ვაჭრობით.
სპეკულაციური ფასები. ანუ თელი ეს ფასნამატი რაც არის ახალი ღირებულება ქვია იგივე დამატებული. ამ დამატებული ღირებულების დაახლოებით 70-75% მიდის წარმოებელ ქვეყანაში და შენ გრჩება ის 20-25%. ამ დროს ესე იგი შენ რომ ადგილზე შიგნით იგივე აწარმოო იმ სქემით რაც ეხლა მოვთქვით და თქვენაც ხო? ესე იგი ეს 100% შენ თარჩება. რადგან განსხვავება. ეხლა 25-25% გრჩება შენ ქვეყანას. თლიანობაში ბიუჯეტს, ხალხს, იმას ამას უბრალოდ 20-25% გრჩება და ეს თუ შენთან იქნება ისაც რომ 100% დაგრჩება. მარტივია ხო უბრალოდ არამ თვით არის. ხო და როცა ეს თუ ესე იგი მართლ ძალას ეს თუ არ ესმის როგორ ცუდად არის საქმე ხვდებით? იმაზე არ არის ლაპარაკი თუ ვერ მოიფიქრა. თუ ვერ მოიფიქრა ერთი უბედურებაა, მაგრამ თუ ვერ მოიფიქრა, მაგრამ უთხრეს და ისიც ვერ გაიგო. ხო, ესაა უბედურება, კატასტროფა. დაუყოლები ვარ თუ. ამ დროს ესე იგი გეუბნებით, საქმე მარტივია. ნახეთ, იგი ჩვენ უკვე აქ მთელი ეს სქემები თქვით. როგორ შეიძლება ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ამ ჭაობიდან ამოვიდეს. ძალიან სწრაფად. ეხლა როგორ არის საქმე, იცი რომ გუშინ, მე ვლაპარაკობ გუშინს, ავგუსტს თქვა 10 წლის წინ, 10 წლის წინ ბევრად უფრო ადვილი იყო. 20 წლის წინ ძალიან ადვილი იყო. 35 წლის წინ, ანუ მაშინ არ იყო საჭირო, მაშინ იყო სულ სხვა რაღაცა საჭირო. მაშინ იყო ეს ძირითადი საშუალებები, ეს ყველაფერი იყო, ისეთი რაოდენობით იყო, რაოდენობითაც ამ ქვეყანაში უკვე არასოდეს აღარ იქნება. მაშინ საჭიროები ჯართად გაიტანეს. ჯართად გაიტანეს. ხო და მაშინ საჭირო იყო მხოლოდ ესე იგი აი ამ ეკონომიკური სქემის შეცვლა. მეტი არაფერი. ხო და ეს რო შესაძლებელია და ეს რო შეიძლება და ამის გაკეთება, ამას ადასტურებს აგერ ბელორუსიის მაგალითი. კი ბატონო. ამას ადასტურებს აგერ ისა რა ქვია ყაზახეთის მაგალითი. ამას ადასტურებს აგერ მაგალითად თუნდაც აზერბაიჯანის, თუნდაც უზბეკეთის მაგალითი. ეხლა საქმე რა არის, რომ საუკეთესოდ კი არ გააკეთეს, ყველაზე საუკეთესო ამათგან, რა თქმა უნდა, ბელორუსიამ გააკეთა რუსეთზე უკეთესად. რუსეთის ხარჯზე ბელორუსია გამდიდრდა. რუსეთის ხარჯზე. საერთოდ რომ ესე იგი ბატკა ხო, ლუკაშენკო თვითონ ის არის, რა ქვია, რუსეთის ხელისუფლების, ანუ პუტინის მონა. მონა კი არ არის, იმის ხარჯზე გაასუქა თავის ქვეყანა, კაცო. ამას ვერ უნდა მიხვდეთ. შორის პატარა ქვეყნები უფრო მეტ ლავირების უნარს ავლენენ ხოლმე ესეთ განვითარებების დროს. სწრაფად შეუძლია მას უფრო განვითარება, ვიდრე ამ ხელა მონსტრს, რომელიც ორ ოკეანეს შორის არის გადაჭიმული ეს რუსეთი, მას მისთვის ძალიან რთული იქნება ესეთი სწრაფი მოქმედებები. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ საქართველოს არ აქვს იმდენი, როგორ გითხრათ, მოსახლეობა საკმარისია იმისთვის, რომ აქ იმუშაოს ათეულობით საწარმო, ასეულობით საწარმო ნამდვილად, ოღონდ ამ საწარმოების შექმნაში ძალიან დიდი ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფოსგან, დახმარებები, რაღაცა მოიფიქრა. არ არის საჭირო სახელმწიფოსგან დახმარება. სახელმწიფოსგან არა, რატო? დახმარება არ არის, რომ განთავისუფლებ. ცალკეული ფერმერის თუ ცალკეული კორუფციის საბაბი შეიძლება გახდეს ისევე როგორც რა ქვია იმას, ხო, ისევე როგორც აწარმოეს საქართველოში რაღაცა პროექტი მოიგონეს, დღესაც მუშაობს, მაგრამ მუშაობს თერთეულებისთვის. კი ბატონო. და შინაურებისთვის. ხო. ესე იგი, ნახეთ, ესე იგი, სინამდვილეში ქვეყნის აი ამ კრიზისიდან გამოყვანა სწრაფი აღორძინება ეკონომიკის და ჩვენი ხალხის სწრაფად შველაში მეუგულისხმობ, რომ გაჩნდეს ძალიან დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები, ესე იგი ბაზარზე შემოვიდეს ჩვენი საკუთარი წარმოების საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი ყველაფერი. ეს სრულიად შესაძლებელია, სრულიად რეალურია.
ამას რამე განსაკუთრებული თქვათ, ეხლა სიძნელი ამას არ ახლავს, თუ კი ეკონომიკური პოლიტიკა იქნება სწორი და თუ კი მართველი ძალა შეძლებს გადალახოს საბოტაჟი. საბოტაჟი მე ბევრმა მითხრა, ვინც გაიცნო ჩემი პროგრამა, რომ საბოტაჟი აუცილებლად იქნება იმ ფენიდან, რომელიც დღეს ქაფს ხსნის. ხო, ოლიგარქიული ფრთის. ხო, ესე იგი, ესენი ვინ არიან, ნახეთ, ესე იგი, ნუ ახლა იმის მას აღარ გაგახსენებთ, საიდან შეიქმნა იმპორტიორთა ფენა, მოკლედ ორი სიტყვით ვიტყვი, რომ როცა დემურ დვალიშვილმა ესე იგი გამოაცხადა ლიბერალური პროსაკეტო პოლიტიკა და ასეულობით მილიონები დაურიგა ამ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს და ოჯახებს, იმ დავალებით რომ წასულიყვნენ და ქვეყანაში საჭმელი შემოეტანათ, იმის ნაცვლად რომ ის რაღაცა ფული, რაც ხელოვნურად შექმნა ეროვნულმა ბანკმა, გაეშვათ ჩვენი სოფლისკენ, რომ სოფელს შემოეტანა ქალაქში საჭმელი, ეს ფული მათი დავალებით აი ამ ხალხს მისცეს და ისინი გაუშვეს საზღვარგარეთ, რომ საზღვარგარეთიდან შემოიტანა და სინამდვილეში ეს ფული წავიდა საზღვარგარეთ გავიდა. სოფლის მეურნეობის ყველაზე დიდი კონკურენტი დღეს კავკასიის რეგიონში არის თურქეთი. ხო, რა თქმა უნდა, თურქეთი. ყველაზე დიდი კონკურენტი და უყურეთ კავკასია თურქეთმა რა გააკეთა. ირანი, რუსეთი. თურქეთმა რა გააკეთა ზუსტად 90-იან წლებში. თურქეთის მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირება გაეკეთებინათ სოფლის მეურნეობისთვის, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზარი იყო ასაფისებელი და პირდაპირი ვაჭრობა უცხოელებს და გლეხებს გაუგზავნეს, შექმნეს დამზადების პუნქტები, უკვე გასწრაფად კონსოლიდაცია გლეხებს უთხრეს, რომ თუ მოიტადნენ ისინი და დამზადების პუნქტებში ჩააბარებდნენ, პირდაპირ ბაზრის ღირებულებით ჩაიბარებდნენ. ბაზრის ღირებულებიდან პირდაპირ უხდიდა სახელმწიფო ამას სუბსიდიას უკეთებდა, რომ გაზრდილი იყო სოფლის მეურნეობა, სამაგიეროდ უცხოელი რო ჩადიოდა, მას აძლევდნენ მიზერფასად ამას აგებდა სახელმწიფო, მაგრამ მოიგო 16 წლის მერე აი ეს 16 წლის განმავლობაში 16 წელი იმუშავა, აი ამ ჩაბარების პუნქტება, ეხლა აღარ არის. სამაგიეროდ მიიღეს ის, რომ დღეს საქართველოს მაგალითად გეტყვით, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტები აღარ იწარმოება, ფაქტიურად დაანება გლეხმა ამას კეთებას თავი და თუ აკეთებს თავის მოსახმარს მარტო. და ის თურქული პომიდორი, რომელიც ზამთრის ყინვიან დღეებში დელისის მეტროსთან ყველაზე ძვირიან ადგილას 50 თეთრი ღირს ზამთარ ზაფხულ პომიდორი. დღეს ის თურქული პომიდორი უკვე 8 არის. აი რაშია საქმე. დემპინგი ეს არის დემპინგი. როდესაც შენ დემპინგი ჯერ კლავს ადგილობრივ მეწარმეს და მეორე უკვე გაზრდის ფასს. და შენ ამის საშუალებას თუ აძლევ. მაგრამ აბა თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის და აი ამ კვების პროდუქტებისთვის დაედოთ საბაჟო გადასახადი საზღვრის გადმოსკვეთისას 300%-იანი. ხო დაიცავდნენ ქართველი გლეხის წარმოებას და ქართველი გლეხის ნახეთ იქ ორი რაღაც არის. ერთი ის არის რომ აი 92 წელს მაღაზიები იყო სრულიად ცარიელი. როცა დაიწყო ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური პროსაკეტო პოლიტიკა. ხო და აქ შეცდომა კი არა დანაშაული იყო ეს, როცა ესე იგი ეროვნულმა ბანკმა შექმნა ჰაერიდან ეს ფული და ეს ფული მიმართულება ამ ფულს არ მისცა ჩვენი სოფლისკენ. ეს მიმართულება ჩვენი სოფლისკენ რომ მიეცათ, ხო, ესე იგი სოფელი ამუშავდებოდა. სოფელი მიიღებდა დიდ ინვესტიციას და თავიდან ესე იგი ეს ვერ გაავსებდა ჩვენს იმას, რა ქვია, სავაჭრო ობიექტებს, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა, მაგრამ ბევრი რამესაც გეტყვით, აი ესე რომ გაეკეთეს, ესე რომ არ გაეკეთებინა და გაეკეთებინათ, როგორც თქვენ ამბობთ, რომ სოფლისკენ მიემართათ, სწრაფად ვერ შექმნიდნენ გამდიდრებულ ფენას. ხო, რა თქმა უნდა. არა და თავიდანვე იქნა გამოცხადებული ედვარდ შევარდნაძის მიერ, რომ ჩვენ ეხლა უნდა შევქმნათ მდიდარი ფენა.
ახსოვთ ალბათ. ახსოვს კი. და ჩვენ თვითონ ამას არ დავუკარეთ, რომ მდიდრები უნდა შექმნილიყვნენ და მან შექმნა ზუსტად თავის გარემოცვიდან ეს მდიდარი ფენა. კი, ბატონო. ფაქტს კეთვით პირდაპირ 60 სტუდენტს ეკონომიკის ფაკულტეტების დაუძახა და პირდაპირ ბინსოც ბანკი ჩააბარა. სიორიძეს და ჩხარტიშ. და ეს ფულიო და თუმცა კითხვა დაუსვია სიორიძეს ის კიდევ ცოტა. ბატონო ეს ანაბრებია. ბინსოც ბანკია. ხალხი რას მაგათ მე გავცემ პასუხს რომ თავარია თქვენ ატრიალიკის ფული და შექმნა უცბად ოლიგარქები. მე ჩვენი ერთ დღეს ჩხარტიშვილი ტელევიზიით მოევლინა ხალხს და უთხრა რომ მე რა რომ მან ჩვეულებრივად ისწავლა ეკონომიკის ფაკულტეტზე მას ნიჭი გამოაჩნდა ბიზნესმენობის თურმე. რამ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას პირდაპირ როგორ გითხრათ მილი დაუყენა კორპუსში, საიდანაც დოლარები ცვიოდა. იმიტომ რომ იმ სადაზღვევო კომპანიას მისცა ექსკლუზიური უფლება ტვირთების დაზღვევის, ტრანზიტული ტურისტების დაზღვევის საქართველოს გზებზე. თან ეს ისეთი კომფორტული მილი იყო, რომ თანამშრომელიც კი არ ჭირდებოდა საბაჟოებზე იკრიფებოდა, მებაჟეები კრებდნენ ამ სადაზღვევო კომპანიაში გადასახადს. თანამშრომელიც არ ჭირდებოდა რომ ფული გადაეხადა. ნახეთ, ყველა ის პრინციპი რაც აღარ თქვით, ესე იგი ახალი ეკონომიკური წყობისა, ყველა ის პრინციპი დარღვეულია თქვენ მაგალითებში. კი ბატონო. ხო და ამისათვის რომ ესე იგი ამან აი ასეთმა საქციელმა ჩამოშალა საქართველოს ეკონომიკის ბაზა, საფუძველი. კი ჩამოშალა, თანაც ძალიან სწრაფად. სტრატეგიულად გაანადგურა. ჩვენ ეკონომიკა გქონდა საქართველოს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ჩვენი ქვეყნის მაგალითი იყო ყველასთვის მაგალითი, იმიტომ რომ ყველაზე კარგად საქართველოს ცხოვრობდა, ყველაზე მეტი ეკონომიკური მიღწევები ჰქონდა. ჩვენი საქონელი იყიდებოდა მთელს რუსეთში, მთელ შუა აზიაში და ისინი ჩვენ შემოგვნატროდა. ექსპორტზეც გაიზარდა საფრანგეთში, ჩვენი პროდუქცია გაიზარდა. ჩვენი მოქალაქე არ ყიდიდა ექსპორტზე. ხო. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ქმნიდა პროდუქციას ერთ მოსახლეზე 16-ჯერ მეტ პროდუქციას 80-იან წლებში, ვიდრე თურქეთის სახალხო რესპუბლიკა. და ეს არ იყო მხოლოდ ესეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტი. რა თქმა უნდა, აი მაგალითად ახლა სიმემრეწველობა ჰქონდა, ის ჰქონდა. ყველანაირი მრეწველობა ჰქონდა. მათ შორის ჰქონდა ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური და ყველაზე მაღალ ინტელექტუალური წარმოებები, რომლებიც ქმნიდნენ იმ დროის ელექტრონიკას. იმ დროის მმართველ მანქანებს, ახლა კომპიუტერებს სიტყვას არ ვიყენებ. უვერს ვიძახით, კი ბატონო, ესე იგი, აი ეს ეგრეთ წოდებული რადიოქარხნების ის იყო კომპლექსი, ერთი კი არ იყო, რამდენიმე იყო, ზოგი, ხო და აი ამ UVM-ის და დიდუბეში რო იყო და კიდე მაშინ რო იყო მუხიანში რო იყო ეს ქარხნები და დიოლოგში კიდე ხო? აი ამ ერთი საწარმო UVM-ს ჰქონდა დმანისის რაიონს სოფელ გომარეთში. ახლა ეგ არ ვიცოდი. ხო, აკეთებდი. აი ეს ქართული კომპიუტერები, ქართული მმართველი მანქანები მართავდნენ მთელ საბჭოთა კავშირში ატომური ელექტროსადგურების პროცესებს. და დღემდე ესენი მუშაობენ, აი დღემდე იმ დროს აგებულ ძველ ატომურ ელექტროსადგურების ტვინი არის თბილისში გაკეთებული. და ჩვენ ახლა აქ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ახლა რა ყველაფრის კეთება შეგვიდგა, მაგალითია, ხო, თვალსაჩინო მაგალითია. 250 მარტო კვლევითი ინსტიტუტი მუშაობდა, კაცო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში. სულ ყველა მოსწეს და დაანადგურეს ზუსტად ერთ დღეში მიიღეს დადგენილება რომ მაგრამ რა გქონდა ჩვენ ახლა ცხადია ის არის რა ქვია შეიძლება თქვა რომ რაღაცა ბოროტი განზრახვით ბევრი რამე გაკეთდა და გეტყვი ბოროტი როგორ აი სიხარბით მოდი ესე ვთქვა რომ მხოლოდ მე ვიტვისო მაგრამ მეორეს მხრივ
არ იყო ამ ქვეყანაში ეკონომიკური ცოდნა. და ეს ახლა ობიექტურიც უნდა ვთქვა, მხოლოდ სუბიექტური არ იყო მიზეზები. მიზეზები ობიექტურიც იყო და რა იყო? ის იყო, რომ აი ამ სახელმწიფოს მართვის ეკონომიკურ მეცნიერებას, რომელსაც მაკროეკონომიკა ერქვა, საქართველოში არ ასწავლიდნენ, არ იყო, საერთოდ ეს სპეციალობა არ არსებობდა. ერთადერთი სასწავლებელი, სადაც ამას ასწავლიდნენ, საბჭოთა კავშირში იყო ეგრეთ წოდებული MGO. მოსკოვში ასწავლიდნენ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხო და მაგრამ რა მოხდა იცით, რომ საბჭოთა კავშირი როცა დაიგრა, ხო 92 წელს უკვე საბჭოთა კავშირი აღარ იყო, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამ დარგის სპეციალისტები არ აქვს. უფრო მეტიც, ჩვენი პოლიტიკური ძალები იმდენად უმეცრები იყვნენ ეკონომიკის სფეროში, რომ ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ამ მეცნიერების გარეშე შენ სახელმწიფოს და ეკონომიკას ვერ ააშენებ. ეგეც კი არ, მაგასაც ვერ ხვდებოდნენ. დღემდე ვერ ხვდებიან ამას, იმიტომ რომ 2012 წელს ბატონმა ივანიშვილმა, როდესაც აი პირველი დიდი პრესკონფერენციებს უაწყობდა ხოლმე ბატონი ბიზინა, ხო? ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა, რომ აი რაღაცა შეკითხვა მისცა, მე ხა აღარ მახსოვს შეკითხვა, მაგრამ პასუხი იყო ძალიან საინტერესო. ბატონმა ბიზინამ უთხრა, რომ შვილო, რა არიციო, აი ხა რასაც შენ მეკითხებიო, ეგ არისო მაკროეკონომიკის სფეროდანო და ეგ ისეთი რთული მეცნიერებაა, რომ აი შენ წარმოიდგინო, ეგ მეც კი არ ვიცი. ახლა მეც არ ვიცი ეს რას ნიშნავდა. რო ცოტა რო გავშიფროთ, ხო? ჩემს თავრობაში ხო არავინ არ იცისო და მე რომ მე ვარო, მეც კი არ ვიციო. ეხლა კიდე შევსო წავიდეთ და ცოტა კიდე რო გავშიფროთ. ეხლა ეს არავისთვის ის არ არის, რა ქვია, არავისთვის საიდუმლო დღეს არ არის, ვისაც აინტერესებს. რომ მაკროეკონომიკის გარეშე შენ ეკონომიკური განვითარების მოდელს ვერ შექმნი. შენ ვერასოდეს მაკროეკონომიკის გარეშე წარმატებულ ეკონომიკას ვერ ჩამოაყალიბებ. იმიტომ რომ შენ არ იცი თუ მაკროეკონომიკა არ იცი ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლები. რა შექმნობა, როგორ ვითარდება და რაღაცა. ის რომ შენ მაგალითად შეგიძლია რომ ფულის ბაზარზე ფული მოიგო, ეს არაფერი არ არის. ეს სახელმწიფოს არ ჭირდება ეგეთი რაღაცა. იმიტომ რომ კერძო პირისთვის ეს ცოდნა კარგია, ბევრ ფულს გაშოვნინებს, ძალიან კარგად თუ იცი ეგ საქმე, მაგრამ სახელმწიფოს დონეზე ეს არაფრის მაქნისი არ არის, საერთოდ არაფრის მაქნისი არ არის. სახელმწიფომ უნდა აწარმოოს საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, საქონელი, ეს არის რეალური სიმდიდრე. ფულს არ შეჭამს ადამიანი. ხო და ეს ტოკინები და რაღაც ისინი, რა ქვია, ეს კერძოსთვის კარგია, სახელმწიფოსთვის არაფერი არ არის. აი ესეთი მდგომარეობა, მოკლედ ჩვენ დავხატეთ სურათი, რომ სრულიად რეალისტურია, არაფერი ამაში მიუღწეველი კი არ არის, რთულიც კი არ არის, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს ნება იქნება აი ამ ქვეყნის ეკონომიკის გამოსწორების და ფეხზე დაყენების და ხალხის მდგომარეობის რადიკალური და სწრაფი გაუმჯობესების. მაგრამ ამისათვის აი ამ პროგრამით მოქმედ ძალას ჭირდება ხალხის თანადგომა და გაერთიანება. თუ ხალხს უნდა რომ აი ეს მოხდეს ქვეყანაში, მოხდეს ეკონომიკის სწრაფი ზრდა, სამუშაო ადგილების შეუზღუდავი უზარმაზარი რაოდენობით გაჩენა, რომელიც ესე იგი მთელ ხალხს დაასაქმებს, მთელ ჩვენ ხალხს დაასაქმებს და ფეხზე დააყენებს, გაამდიდრებს, წელში გამართვის საშუალებას მისცემს, მაშინ ხალხი ამისთვის უნდა გაერთიანდეს. სამუშაო ადგილები აქ თუ შეიქმნება. ჩვენ დაბრუნდებია, იმათ რა, მისჯილი ხო არა აქვს იქ ყოფნა, გასულ. დაბრუნდებია და ამუშავებდა და ყველა ჩვენი ემიგრანტი კვირაში ერთხელ თუ უფრო მეტჯერ სიზმარში არის საქართველოში, ყველა იმას ნატრობს, რომ გქონდეს მას მიეცეს საშუალება ჩამოვიდეს და აქ იპოვოს ნორმალური სამუშაო, ღირსეული სამუშაო და თავის ოჯახს, ესე იგი, აქედანაც იქიდან ხო თქვა არჩენდა, მაგრამ აქედანაც რაღაც შეღავათი მისცეს, მისი შვილები სამუშაოს ჰქონდეთ, სადაც ღირსეული ხელფასი ექნება და ასე შემდეგ ხო და ეს სრულიად მიღწევადია. ამაზე ეს ჩვენი ეკონომიკური პროგრამა ეყრდნობა
გერმანულ ორდოლიბერალიზმს, რომელმაც ომის შემდგომი გერმანია ძალიან სწრაფად დააყენა ფეხზე და აქცია ძალიან სწრაფად აქცია მსოფლიოში მეორე ეკონომიკად, ხო? ეს გააკეთა 19 წლის განმავლობაში, მაგრამ დაწყებიდან სულ 5 წელიწადში გერმანიაში უკვე არათუ უმუშევრობა არ არსებობდა. გერმანია უკვე მთელ მსოფლიოში ეძებდა მუშახელს, რომ ჩამოეყვანა თავის ქვეყანაში და მიეცა სამუშაო, იმიტომ რომ ყველა დასაქმდა უკვე დაუსაქმებელი გერმანიაში აღარავინ აღარ იყო. მაგრამ ნახეთ თავიდან როგორ დაიწყეს გერმანელებმა. ბიჭო, ყველა კი არ წაიყვანეს, ვისაც თქვა სურვილი ჰქონდა. პირველ რიგში მთელ მსოფლიოში მოძებნეს ისევ გერმანელები, მათ შორის აი ჩვენთან საბჭოთა კავშირში, ხო? შუა აზიაში, საქართველოში, რუსეთში, სადაც ეს გერმანული დასახლებები იყო, პირველ რიგში თავისი გერმანელები დაიბრუნეს. ასევე ჩვენც ესე უნდა გავაკეთოთ, კაცო, პირველ რიგში ჩვენი აქედან წასული ჩვენი მიგრანტები უნდა დავიბრუნოთ. ამათ უნდა, დღეს რა ხდება საქართველოში? კი ბატონო. ერთი გლოვო და ვოლტი იყო, სადაც ქართველი ახალგაზრდა რაღაცა დასაქმებული იყო და ისა გაიხედეთ, გამოიხედეთ, ჩაანაცვლა პაკისტანელებმა და ირანელებმა და უცხოტომელებმა. სამსახური წაართეს ქართველებს. ეს სადაც არაქართული პოლიტიკის მწარმოებელია დღევანდელი ხელისუფლება, ამის წინანდელიც, იმის წინანდელიც. აქ ორი მიზეზია. ქართული ინტერესებიდან არ არიან ამოსულები. აქ არის იული სწრაფი კორუფციული ფულის შევნაზეა გადართული სულ ყველა. და ამ ქრთამებს იღებენ პირდაპირ ამ შეიხებიდან, მეიხებიდან და 1000 ვიღაცებიდან იყიდება უკვე ბოლოს მიადგნენ და ქართული მიწა უმოწყალოდ იყიდება. და ბოლოს ყველაფერი არ არის. ყველაფერი არ არის. სქემა ხო ასეთია, ესე იგი იმპორტით შემოდის დოლარზე და ევროზე ნაყიდი საქონელი, ხო და საიდანღაც ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ეს ევრო და ეს დოლარი იმისათვის, რომ ეს იმპორტი შემოიტანოს. და საიდან უნდა გაჩნდეს? ერთი არის, რომ ჩვენი მიგრანტები რიცხავენ ამ ფულს და აქედან ჩდება და მეორე არის, ესე იგი მიწების გაყიდვით შემოვა ეს ევრო და დოლარი და ხოლო მაგრამ ეგ რას გავს, იცი, ამას წინათ დავწერე, რომ აი ისა რა ქვია, ეგრეთ წოდებული ეს დეველოპინგი, ანუ ის საშუალებითაც ეს მიწები იყიდება სინამდვილეში, ეს იცით რას გავს. ესე იგი, გატიარებული ლოთი არყის ფულის საშუალებლად თირკმელს რო გაყიდის. დიახ. იმისათვის რომ არაყი დალიოს. აი ეს ამას გავს. ესე იგი, აბსოლუტურად სწორი შედარება. აბსოლუტურად სწორი შედარება. ესე იგი, სხეულის სკიდიან უკვე საქართველოს გულს სხეულის ნაწილს რომ მოიკვეთავ და არყის ფულად გამოიყენებ, აი ამას ეს იგივეა, რაც წამისის მიწებს რაც დამართეს ახლა ზუსტად ანალოგიაა. აბსოლუტურად. ამის ალტერნატივად ჩვენ მთავრობას კი არა, თუ გინდათ მთავრობას, მაგრამ ხალხს თავაზობთ სწრაფ ეკონომიკურ რეფორმებს, ესე იგი იმ დარგებისა და იმ საწარმოების, რომლებიც დღეს ქვეყანაში საერთოდ არ აქვს, მთლიანად გათავისუფლებას ყველა კორპორატიული გადასახადიდან ხანგრძლივი დროით 20-30 წლით, რაც შექმნის სახელმწიფოში ეკონომიკურ ბუმს, ინვესტიციების ოკეანე წამოვა არათუ და მაგრამ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ შემოთავაზებული ინვესტიციებიდან შევარჩიოთ ყველაზე სასარგებლო და აუსარგებლო. რა თქმა უნდა და ყველაზე ხელსაყრელი არის ჩვენი ხალხის ინვესტიციები. ჩვენი ხალხის განხორციელებული ინვესტიციები, ჩვენი მოქალაქეების, ქართველებისა და ვინც ჩვენი მოქალაქეა ყველას, ხო? ხო, ასარჩევად გვექნება. ამ 6 მილიარდ ნახევარზე რო არის ლაპარაკი, 6 მილიარდი კი არა, 60 და 160 მილიარდი იქნება და უნდა საშუალება გვექნება ავარჩიოთ და აი ამ საშუალებით ჩვენ ბევრი ელექტროენერგია გვაქვს. ელექტროენერგია შეგვიძლია მრეწველობას და წარმოებას გავუიაფოთ, გადასახადებისაგან გავათავისუფლოთ, მოვიზიდოთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები და ჩვენ ამით შეგვიძლია ვაჯობოთ ჩინურ წარმოებას. და ჩვენ გავხდეთ ექსპორტიორები, მთელი ჩვენი ხალხი დავასაქმოთ. აი ეს არის ჩვენი გეგმა, ძალიან მარტივია, მაგრამ ეს გეგმა სინამდვილეში ეყრდნობა გერმანულ ორდოლიბერალიზმს და ეს არის შემოწმებული თეორიაშიც და პრაქტიკაშიც. რამდენიმე
საუკეთესო ყველაზე საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანამ ეს სქემა გამოიყენა და შესანიშნავი შედეგები მიიღო. იგივე სთავაზობთ ჩვენც. კი ბატონო, ხალხო, ჩვენ მსმენელებო, ტელემაყურებლებო, გინდათ ამ ქვეყნის წარმატება. გინდათ თქვენი ოჯახების, თქვენი შვილებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესება. გავერთიანდეთ. აი ამ ეკონომიკური პროგრამის გარშემო გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. კი ბატონო. საქმე რაში იცით ბატონო სოსო მე ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი. აი ხა წერა თქვენ ახსენეთ ერთი საინტერესო მომენტი რომ ჩვენ საკმარისი გვაქვს თურმე ელექტროენერგია. ჩვენი 90%-ზე მეტი ვფარავთ ჩვენი ელექტროენერგია ძირითადად არის წყლიდან წარმოებული ელექტროენერგია. ეს მდინარეები 90 წლებში მოდიან. და არადა ამ დროს ერთი ყბადაღებული მეცხრე ბლოკი ვიცოდით ჩვენ მარტო და მეცხრე ბლოკი გაფუშტა ჩაქრაშუქი. აშკარა საბოტაჟი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ თვითონ სახელმწიფოდან. ესეთი რამ დედამიწის ზურგზე არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ ხელისუფლება თვითონ საბოტაჟის წარმოებელი და საბოტაჟში ჩართული ყოფილიყო. რა, სააკაშვილი მოვიდა და რუბილნიკი აწია რა. და ჩაუწყო ხალხს დედა. არა, სინამდვილეში ენერგია იყიდებოდა. ოღონდ იყიდებოდა შავად. აგაშენათ ღმერთმა. და სააკაშვილმა რა გამოიგონა, იცი? სააკაშვილმა გამოიგონა ის სქემა, რაზეც მე ბიძინა თქვა, რომ ეგ მევასწავლე სააკაშვილს. რა იგულისხმება აქ? იგულისხმება ის, რომ თუკი შენ ხელფასების ზრდას ხელფასებს ყველაზე უფრო მაღალ ხელფასებს გახდი შეუზღუდავს, რა საჭიროა რომ მოიპარო შავად კაცო, თეთრად აიღე ის ფული, ხო? თუკი ესე იგი ეს ხელფასების ზრდა იქნება უზომო, იმიტომ რომ შევარდნაძის დროს მაგალითად მინისტრს თუ ვიღაცას ხო ხელფასი ქონდა, რა ვიცი რამდენი ქონდა, მე 1000-იც არავის არ ქონდა, ხო? ხოდა, ეხლა თუ 20,000 და 35,000 შეიძლება რომ რა გინდა მოფარო, აიღებ თეთრად. მაგრამ საინტერესო რა არის, თეთრადაც ხო იღებ და შავად კიდე 100-ჯერ მეციხე. ის შავი მაინც არ მოიხდა. არა, ბატონსო, თქვენ ქართული ანდაზა დაგავიწყდა. მოპარულ ხილსო უფრო სხვა გემოაქვს. მე რა გავახსენეთ, სოსო თოფურიძე გახსოვს? კი, როგორ არ მახსოვს. ხოდა სოსო თოფურიძე იყო რომელიღაცა გადაცემაში და კაცო ადრე კორუფცია იყო და დაელოცოსო სააკაშვილი ვაგერ ესო ბარათზე ვიღებდო ხელფასო და ამიღებო ამ ბარათზე ჩადებო ბანკობაში და რამდენიც კიდე მიიღეს ფული ხო მაგრამ საქმე ის არის რომ მართლა გაუმაცრალია ადამიანი ხო და ყველაზე სასწაული რა გააკეთა კაცო სააკაშვილმა მოიგონა საოცარი ბიზნესი. ანუ კრიმინალური ბიზნესი გაასახელმწიფოა. ხო. ქუჩაში მანქანებს იპარავენ. და ვაჟრად თხოვობენ მერე 170 ლარს. აი გააჩერებ მანქანას, მოვა რაც მანქანა, უცბად სამკუთში მოიპარავენ. გადაიყვანენ თან გიწერენ იქ რომ მამა და მამის ამარცე აქედან წაყვანი მანქანა გამოკრულია. ეს ხოქცელ ქურდობა კაცო ადრე მანქანის ქურდობა რო იყო ქურდობა არ არის ეს ქურდობა არ არის ქურდობა ეგრე ყაჩაღობა ხო და მე ვაჟრატით გიბრუნებენ ესე 100 რა არის მეთხარი ეს 150 ლარი არის თუ ეს თურმე იმ ევაკუატორის მომსახურებისა ვინ ეხოცებოდა იმ ევაკუატორს რომ ადრე წაიყვან ჩემი მანქანა და ახლა ფულს მახდე ჯარიმებზე მინდა თქვა ბიუჯეტის გაზდას რომ ცდილობთ შემოწვიფასებო ჯარიმების გაზდით. და იმ ჯიბეში რომლიდანაც ჯარიმის ფული უნდა ამოვიდეს თუ არაფერი არ ჩადეთ. აზრი არა აქვს იმ ჯარიმების გაზდას.
ჯარიმებით შედგენილი ბიუჯეტით ქვეყანა ცხოვრობდეს, ამაზე დიდი სამარცხვინო არაფერი არ უნდა იყოს, მე მგონი. არავინ არ ფიქრობს, შედან და ფიქრობენ ახლა რა ჯარიმა მოვიფიქროთ. მიწების გაყიდვით ცხოვრობენ და ჯარიმები არ არის უარესი მიწების გაყიდვაზე. ხო არა. ჯარიმა, მიწის გაყიდვა რა უბედურება გჭირს რა არის. ეს მიწა რა, როდენდე უნდა ყიდო. აი როდენდე უნდა ყიდო მიწა. ეხლა ბიზნესიაო. ვიტო ბიზნესი რა არის, იცი რომ ბიზნესი არის ისა დაუსაზღვრელი. შენ შეგიძლია მუდმივად აწარმოო, მაგალითად ფერსაცმელი, ლობიო რაღაცა, მუდმივად ყოველწლიურად აწარმოო, ყიდო და ყიდო დაუსრულებლად. მიწა რაც არის, მაგის მეტი არ არის, ყველაფერს რო გაყიდო, მე რასიზა. ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე, როდესაც მოვიდა ქართული ოცნება, განაცხადა, რომ ჩვენი პროექტი იქნება 20-30-მდე. ყველას გახსოვთ, და გადაცემაც შექმნეს ეს ამას. იყო კიდე სამფუქტიანი 5. ხო, გადაცემაც შექმნეს 20-30. ესე იგი თავიდანვე განაცხადა გაკეთებული 30 წლამდე უნდა იყვნენ. 30 წლამდე დარჩენილია 4 წელი შემოკარგო. 4 წლის მანძილზე კი ეყოფათ საქართველოს დარჩენილი მიწა გასაყიდად. სულ ყველაფერს გაყიდიან. ბოლო სხდომა იქნება პარლამენტის და საქართველოს სახელს გადაარქმევენ. ვაი ეს რა დაგვემართა ერქმევა მერე საქართველოს. ბოდიშს მოიხდიან, დაუშველობის სინდრომი კი კარგად აქვთ გამჭდარი ყველაფერში. და ბოდიშს მოიხდიან, აი ესე მოგვივიდაო და არ ამჯერა რომ ბოდიშს მოიხდიან. ხო, არა, ბისმა მოუხადო, ხალხი აღარ იქნება. არაბებს მოუხდიან ბოდიშს. ერთ კარგად იკეიფებენ და წავლენ. ბოლო ქართულ ხალხს მიმართავ ეხლა. არ უნდა მოვიდეთ ცოტა აზრზე და არ უნდა ვილაპარაკოთ ის და არ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად თოვლად მოახდინოთ რაღაცას ეწოლა იმაზე, რომ ცოტა სწორად იფიქროთ. ბოლო 2 წელიწად თუ 4 წელიწადი აქვს დარჩენილი თუ 3 წელიწადი აქვს 28 წლამდე დარჩენილი, ხო? ეს 3 წელიწადი იქნება რაღაცნაირად ხელი შეუშალოთ, რომ აღარ აკეთონ ეს სამშობლოს ღალატი აღარ აწარმოებაც. ერთი პარადოქსი საქართველოს სამშობლოს ღალატი ესენი ეძახიან ბიზნესს, ეგეთი ბიზნესია, სამშობლოს ღალატი ქვია სამელი. წარმოება მაღალ მომგებიანი ბიზნესია, სამშობლოს წარმოება, სამშობლოს ღალატი. წახალისებულია დღეს სამშობლოს ღალატი. წახალისებული და ეს სახალისება გამოიწვია 2007 წელს სააკაშვილის მიერ სამშობლოს ღალატის შესახებ. ჩვენ წევა დავიწყეთ, მე დავიწყე და ვერ გავედი ბოლოში, რომ აი თქვათ რომ თუ ამ პროგრამით დავიწყებთ მეთქი თუ რომელიმე ეროვნული ხელისუფლება თუ იქნება და ამ პროგრამით დაიწყებს მუშაობას. ერთ-ერთი მთავარი სირთულე აქ იქნება მეთქი საბოტაჟი იმპორტიორებისგან, საბანკო სისტემისგან და ასე შემდეგ. ხო და ვერ გავეცი ამაზე პასუხი სხვაგან გადავარდი, პოზის ვიხდი ამისთვის. საქმე რა არის, იცით რომ დღეს საქართველოში ბიზნესის წარმოების სფერო არის ძალიან ვიწრო. თითქმის არაფერს არ ვაწარმოებ, ცოტა ღვინოა, ცოტა კონიაკია, ცოტა მწვანილია. ახლა მაგალითად მოსკოვი და რუსეთის დიდი ქალაქები ძირითადად საქართველოდან მარაგდებოდა მწვანილით. ესეც ამარაგოა დღეს აზერბაიჯანი ამარაგებს ძირითადად რუსეთს და დანარჩენს. ხო და აი მაქსიმალურად შევიწროებულია. ნახეთ ჩვენი პროგრამა რას ამბობს ჩვენი პროგრამა ამბობს რომ ჩვენ გადასახადების რა გავათავისუფლებთ მთლიანად კოოპერატიული გადასახადები მხოლოდ ხელფასზე წული იქნება გადასახადები დიდი ხნით 20-30 წლით და ოღონდ ყველაფერს კი არა გავათავისუფლებთ მხოლოდ იმ წარმოებებს რაც საქართველოში დღეს არ აქვს ეს რას ამ თუ გვაქვს ძალიან მიზერი ანუ ამით რო არ აქვს რა მათ შორის ბიუჯეტში არ აქვს
ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის სფერო ძალიან გაფართოვდება, უზარმაზარი გახდება. მრავალფეროვანი გახდება, ძალიან ფართო გახდება, სხვადასხვა ყველა სფეროს მოიცავს, ეკონომიკის ყველა სფეროს მოიცავს და დღეს სადაც ესე იგი აი ვისგან საბოტაჟისაც ჩვენ თქვა სიტყვაზე შეიძლება რომ გვეშინოდეს, ხო? ისინი კი არა ამოვარდებიან ამ სქემდე, ისინი დარჩებიან და ახალ სფეროში შემოვა ახალი ხალხი, გამიგეთ? ხო და ამათ კიდე საშუალება ექნებათ, ამათ ხო ძალიან ბევრი ფული მოაგროვეს. ამ არასწორი ბიზნესებში. ამათ საშუალება მიეცემათ, იმ ახალ სფეროებში ეს ფული დააბანოს. ინვესტირება ამათაც ისარგებლო ან ახალი შესაძლებლობები და უფრო თავისუფალ ბიზნესი კიდევ აბსოლუტურად სწორი. ხო და ესე იგი კი არ შეიზღუდება ეს ხალხი. მეტ საშუალებას მიიღებს კიდე. მაგრამ სხვაებიც მიიღებენ საშუალებას, ხო? დღეს თუ ხოლმე ამის სეიფში აქვს, ამიტომ ჩვენ ბოლშევიკები არა ვარ, ჩვენ არ ვიცახით რომ ვიღაცას რაღაცები უნდა წავართვათ, ვიღაცა უნდა დავა, არა ბატონო, გავაფართოვოთ ეს, გავაფართოვოთ. ეს ბიზნესის საქმიანობის სფეროები უსაშუალოდ გავაფართოვოთ და თქვენც გავაფართოვეთ ბატონო. ერთად გავაფართოვოთ ქართველებმა. ნუ მე რა რაღაცები ვაწყენინეთ ერთმანეთს, თუმცა თქვენ გაწყენინეთ, თქვენ გვაწყენინეთ, არა? მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ რომ რამე სამაგერო გადაგიხადოთ პირიქით. ყველასთვის იქნება მეტი შესაძლებლობა. აი ესეთი სქემა რა. დიდი მადლობა ბატონო თოსო. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. იმედია რომ თანდათან უფრო ბევრ საინტერესო ამბებს მოვაყვებით ჩვენს მაყურებელს მომავალშიც. და მინდა რომ ცოტა ოპტიმისტურ დალღაზე დავარსვით ჩვენი ამდენი პესიმიზმი იყო ჩვენს მოსახლეობაში. What optimism რა გინდა? 3 წელი დაგჭა არჩევნებამდე, გავერთიანდეთ ამ 3 წელიწადში, მოვიგოთ არჩევნები და დავიწყოთ აი შესანიშნავი პროგრამა, რომელიც ყველა მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა დააყენებს ფეხზე. აი რა გინდათ მე ოპტიმიზმი? და მე მინდა რომ ჩვენ სრულიად ოპტიმისტური გეგმა მაყურებელს თანაც რეალისტური ჩვენ მაყურებელს უთხრა ის რომ ამ გადაცემასთან თუ რამე შეკითხვები გიჩნდებათ თუ რაღაცა უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ რომ უფრო დავკონკრეტდეთ და მოგიყვეთ რომ უფრო მეტი დარწმუნებულობა იყოს თქვენში მოგწერეთ და მოვალში გვირდებით რომ დაჯამდება ეს კითხვები და ეს გადაცემას კითხვა-პასუხს მივუძღვნით. კი ბატონო. თუ ვინმე ფიქრობს, მე მგონი კარგი ფორმატია, ესეთი ფორმატი მე მგონი მოსახლეობას და ჩვენ ურთიერთობას გაადვილებს. კი ბატონო. და უფრო ნაყოფიერს გახდით. შეიძლება საინტერესო მოსაზრებები გქონდეს ზოგიერთს, რომელიც გასათვალისწინებელი იყოს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. YouTube-ზე ჩვენი მისამართი არის ჩვენი ტელეკომპანიის ვებსაიტია PKTV 2 და კომენტარებში იქაც იქაურ კომენტარებსაც რა თქმა უნდა წავიკითხავთ და დავაჯამებთ და დავახლოთ ერთი კვირის შემდეგ ან 10 დღის შემდეგ ჩვენ კიდევ შევხვდეთ ჩვენ მაყურებელს უკვე ამ კითხვებზე ძალიან კარგი იქნება თუ მოგწერენ აი ისეთ კითხვებს აი სადაც განმარტება კი არა თუნდაც განსხვავებული აზრი იყოს სიტყვაზე აი მე არამჯერა რომ ამიტომ არამჯერა არგუმენტაციის გარეშე არ მიიღება უბრალოდ არამჯერა თუ არამჯერა დავწერე რატომ ამიტომ მე გაგცემთ იმას შეიძლება რაღაც ისეთი ლაფსუსი მოძებნოთ თქვენ და ისეთი რაღაც ძალიან გამიხარდება ყველა არგუმენტები ჩვენ არ გვიფიქრია მომავალში გვექნება ჩვენ გადაცემები კიდე რაც შეეხება ეკონომიკას მე აუცილებლად ანალოგიურ გადაცემებს შემოგთავაზებთ რა თქმა უნდა უკვე კორესპონდენტი სხვა იქნება და მედიცინის თაობაზე და განათლების თაობაზე წვეყოლება გვექნება საუბარი ალბათ ერთი საუბარი განათლების თაობაზე თქვენთანაც მექნება ბატონო
არა, კარგი იქნება რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ასევე ჟურნალისტიკაზე. ესე კონკრეტულ თემებზე უნდა გავახციოთ და თუკი მე ესე ვფიქრობ მოვიდა უკვე ამისი დრო და თუ არ დაგვაგვიანდა კიდევაც ალბათ უკვე გვაგვიანდება კიდევაც. ცოტა ჩქარა უნდა ვიმოქმედოთ და როგორც ექიმებს გვიყვარს ხოლმე თქვა, ვიჩქაროთ როგორც ცოტანაირად. მაგრამ ვიჩქაროთ აუცილებლად. ამის ხომ არ დავუმატებდით ბატონო სოს. არა, ცა მე მგონი ახლა დღეისთვის ერთ გადაცემაში ყველაფერს ვერ ჩავდეთ. დროს ბატონ სოსო მაშინ ის გადაგჩენია და ვამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს დღეს მოგწერეთ, ვიკამათოთ, ვისაუბროთ, პირდაპირ ვიკამათოთ, ჯერ ვისაუბროთ და ვისაუბროთ, მაგრამ ვიკამათოთ კიდევაც და რო შევთანხმდებით და მერე გავერთიანდეთ კაცო. ვინდა საკუთარი თავისთვის სიკეთე, მერე გავერთიანდეთ. ოღონდ არ ვიჭრობ. ხო, არ ვიჭრობთ, მაგრამ თუ გნებავთ კამათი იყოს, რატომაც არა. იმიტომ რომ კამათში ჭეშმარიტება კი არ იბადება, მაგრამ კამათში გამოიკვეთება ხოლმე რა უფრო სწორია. აი ხარად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.